ჩემი პირველი რეაქცია ის იყო, მეთქი რა შვებით ბიჭო, ხელი არ დაარტყათ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ტელეფონი თუ არ გქონდათ, მე მქონდათ ტელეფონი, ჩემი ტელეფონით გადაეღოთ. ესეთი ჩხრეკის პროცესი ვერ ჩაითვლება კანონიერად. აქციაზე ვიყავით. დაურეკე გიორგის და გიორგი მითხრა რომ დახმარება ჭირდებოდა რომ რაღაც სიურპრიზი მაქვს აქციაზე მინდაო რაღაცა ჩემი გაკეთებული სენდვიჩები დავარიგო. რამდენი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაც ჩვენმა დაკითხულმა მოწმემ წარმოადგინა უკვე პროცესზე ის რაც აქამდე არ თქმულად. გიორგის სენდვიჩები მოხდა, მე წყალი მეჭირაღო და ესე ვარიგებდით რა და ხვდებოდა ბევრი ადამიანი. ასე დავდიოდით რა დაახლოებით 1 საათი, ალბათ საათნახევარი და შემდეგ გაგვითავდა რა ეს ავდექი და უკვე ღამის პირველი საათი იყო რა ესე სადღაც და მეთქი სიცივეა უკვე გიო და მეთქი შევატყეთან რომ შეამცინა მასაც ახლა მეც შემცირდაო ლევან და მეთქი ხوار წავიდეთ მეთქი რა გიორგიმ შესთავაზა ლევან ბერიძეს რომ წერეთელზე სადაც უნდა დარჩენილიყო იმ ღამით ლევანი გიორგი წაიყვანდა ლევან ბერიძეს ეს პრაქტიკულად გადაწყდა 11 საათის შემდეგ თუმცა საქმეში არსებობს პატაკი 9 საათზე არსებობს პატაკი და იკითხება მოწმე რომელიც ამბობს რომ კონფიდენტი მაწვდის ინფორმაციას რომ 2:30-ზე გიორგი უნდა გადაადგილდეს მარჯვენა სანაპიროზე. როცა 11 საათის შემდეგ გადაწყდა ეს ამბავი საერთოდ და პატაკი არსებობს 9 საათზე 9 საათამდე გამორიცხულია უბრალოდ პატაკის ავტორს საიდან უნდა ცოდნოდა საერთოდ შეხვედრამდე არსებული არ არსებული კომუნიკაციის შესახებ გიორგი და ლევანის პოტენციური შეთანხმება გიორგი წაიყვანდა თუ არა ლევანი საერთოდ და რა გზით გაივლიდნენ მით უმეტეს ეს არის წარმოუდგენელი რამ გვიჩდება ამის ეჭვი რომ პატაკი შეავსეს პოსტ ფაქტუმ მას შემდეგ რაც გიორგი დააკავეს. უცებ უკნიდან პატრულის მანქანა რა ცინცინები იყო უკვე და მივხვდი რომ პატრულია მეთქი და რა ხდება აი პრობლემა ხო არა გიომეთქი და არა ეთქობა რაღაც დავისპენი და დავაშავეთ მან ხერძულა გადავკვეთა და დაგვაჯარიმებენ გაგვიშვებენო რა გამქრალია სისხლის სამართლის მასალებიდან პატრულ ინსპექტორები რომლებმაც შეაჩერეს გიორგი ახობაძე მოძრავი ავტომობილით რომელსაც მარჯვნივ ეჯდა თავისი მეგობარი ლევან ბერიძე. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა უარი გითხრა სასამართლომ მოგვეპოვებია ვიდეო ჩანაწერი 112-ის ჩანაწერი რომელიც ასახავდა მინიმუმ პატრულ ინსპექტორების ადგილზე ყოფნას. მოვიდა პატრულ ინსპექტორი მანქანასთან და მოითხოვა გიორგის საბუთები. უნდა გადააწოდა გიორგის საბუთები ამ დროს მეორეც მოვიდა მეორე პატრულ ინსპექტორი მანქანასთან უკვე ვატყობ ხედავ რომ მეორე მე გვერდით ვიჯექი მეორე მოვიდა და მეთქი მეორე რომ მოვიდა უკვე ცოტა იმან შემიტყო რა ესე რომ თქვა და რა ხდება გიო მეთქი და გადმობძანდითო მანქანიდანო ბატონო გიორგიო თუ შეიძლებაო და გიორგი გადავიდა ერთი ორი ნაბიჯი არ ქონდა გადადგმული და ისე ერთი მანქანა მეორე მესამე მეოთხე და დაგვეცე რა ესე რომ თქვა და პოლიციელები აღნიშნავდნენ რომ გიორგის ჩხრეკის პროცედურაში მონაწილეობდა მხოლოდ 3 პოლიციელი და მეტი არავინ. ფაქტობრივად აქაც ლევან ბერიძის ჩვენება ვინაიდან შეესაბამება სიმართლეს ეწინააღმდეგება ეს ვთქვათ პოლიციელების ჩვენებას ზოგადად ადგილზე იმყოფებოდა ძალიან ბევრი პოლიციელი და განსაკუთრებით როცა გიორგი და ლევანი ერთმანეთს დააშორეს იგი ძალიან კარგად ხედავდა თუ როგორ იმყოფებოდა გიორგის ირგვლივ გიორგის გარემოცვაში 5-ზე მეტი პოლიციელი ადგილზე მიტარებდნენ მეჩხრეკას გიორგი იქით ყავდათ გაყვანილი და არავინ ტელეფონი უცებ წამართვეს ტელეფონი არავინ არაფერს არ გვიღებდა არც გადაღება არ ყოფილა გავიგონე რომ შეყვირება და აი ასეა ხო იცით ახლა ადამიანი დაძაბული რო დგას და რაღაცას ერთი შეყვირება და უცებ რომ გავხედე ასე დაძაბული დგას და დაძაბული ელაპარაკება რა გიორგის ხმას მილიონ ხმაში ვიცნო გავიგეთ და რუსულ დაიძახა მეთქი ჩემი პირველი რეაქცია ის იყო მეთქი რა შვებით ბიჭო ხელი არ დაარტყათ მეთქი კაცი ხერხემალშია გადატეხილი ჩვენი პირველი ეს იყო რომ გიორგიზე ხელი არ დაერყათ ჩემი პირველი ემოცია ეს იყო ეს იმ დროს როცა პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ ვინც ჩხრეკაში მიიღო გიორგი ახობაძის ჩხრეკაში მონაწილეობა რომ გიორგი გაჩხრიკეს მათ სრული სიმშვიდით და არანაირი წინააღმდეგობა გიორგის მათ მიმართ არ გაუწევია. როდესაც ჩხრეკდნენ არავით არის მოწმე იქ ვინმე ნეიტრალური მოწმე ან მანქანა გაეჩერებინათ მიუხედავად იმისა რომ მოძრაობა იყო ხა რუსთაველი ეს დაკეტილია უკვე ხალხი ზოგი მოდის ზოგი საკმაოდ ისეთი მოძრაობა იყო რა სიგნალებსაც კი გვაძლევდა მანქანები არავინ არ გაუჩერებიათ არავინ არ დაუსწრია ჩვენ ჩხრეკას ამას აქვს მნიშვნელობა იმ კუთხით რომ პოლიციელებს შეეძლოთ შეეჩერებინათ რომელიმე ავტომობილი და როგორც მინიმუმ ნეიტრალურ მოწმედ დაესწროთ გამლელი პირები თუმცა აღნიშნული არ გაუკეთებია 8 კაცი ახლა ვიდეო ჩემთან 3 იდგა ტელეფონი თუ არ ქონდათ მე მქონდა ტელეფონი ჩემი ტელეფონით გადაეღოთ 1000 მანქანა დადიოდა ვინმე გაეჩერებინათ ნეიტრალური მოწმე დაესწრო რა პრობლემა იყო საერთოდ ვინ ეთყოდა უარს როცა მხოლოდ პოლიციელები არიან
მოწმეები და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაადასტურონ ინფორმაცია, რომ გიორგი ახობაძის ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ესეთი მოქმედება, ესეთი ჩხრეკის პროცესი ვერ ჩაითვლება კანონიერად. ასეთ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან პოლიციელები დაასაბუთონ, რატომ ვერ შეძლეს ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება. განეიტრალება ხდებოდა ესეთი პოლიტიკურ აქტიური ადამიანების, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების. ნარკოტიკი, კაცი ასეთ ვიდეოებს წერს, ასეთ პოლიტიკურ აქტივობებს, კაცმა ყველაფერი იცის, ხვალს ეგ შეიძლება ყველას დახვდნენ და ამ დროს ნარკოტიკი არა როლა მეთქი რა, სისულელეა, მეთქი ეს უცებ მორჩება, თორმე სადახარ 7 თვე გადის უკვე და გიორგი ჯერ კიდევ ციხეში. ასე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, რა გიორგის ციხეში რა უნდა, ასეთი ხალხი ციხეში არ არის, არაჯენენ ასეთ ხალხს ციხეში რა. გამოგონილი ბრალით მით უმეტეს რა. ეს გამოგონილი ბრალი არ არის, ეს არის უზარმაზარი სისხლის სამართლის დანაშაული, რაზედაც მოვად რომ ყველა აგებს, აბსოლუტურად ყველა უნდა აგოს ამაზე პასუხი. აბსოლუტურად ყველა.